გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. იურიდიული დახმარების ცენტრი ქვემო ქართლის ტელევიზიასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს რუსთავის ადვოკატი. ჩვენი ტელეფონი სტუდიაში არის 25 44 00. დაგვირეკეთ, გითხარით თქვენი პრობლემების შესახებ, დაგვისვით კითხვები და ჩვენ აუცილებლად ამის შესახებ გიპასუხებთ. დღეს გადაცემას წავიყვან მე, იოსებ შველიძე და ჩემი კოლეგა, ადვოკატი ლევან გელაშვილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის არასრულწლოვანთა უფლებები. შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონს, იგი არის 25 44 00. დაგვიკავშირდით აუცილებლად. მოგესალმებით და მივესალმებ ტელემაყურებელს. იცოცხლეთ. ბატონო ლევან, ჩვენ ახლა დღეს მინდა გავშალოთ თემა არასრულწლოვანთა უფლებების და ცოტათი მერე მოვალეობების შესახებაც. უპირველეს ყოვლისა, მოდით ჯერ ჩვენს ტელემაყურებლებს მოკლედ აუხსნათ, რას ნიშნავს სრულწლოვანი, არასრულწლოვანი, რა არის ქმედუნარიანი, ქმედუუნარო და რომელი ასაკიდან ხდება არასრულწლოვანი მოქალაქე ქმედუნარიანი. მოგახსენებთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ სრულწლოვნობა წარმოიშვება 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანი პირი წარმოადგენს 7 წლიდან 18 წლამდე, ხოლო ქმედუუნაროს წარმოადგენს 0-დან 7 წლამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სრულწლოვანი სრულუფლებაუნარიანი ქმედუნარიანი პიროვნება, რომელიც სასამართლოს წესით აღიარებული იქნება შეზღუდულ ქმედუნარიანად, იგი უთანაბრდება თავის უფლებებითა და მოვალეობებით 7-დან 18 წლის ასაკის პირის უფლებებს, ხოლო თუ სასამართლოს წესით აღიარებულია ქმედუუნაროდ, იგი თავის უფლებებით უთანაბრდება 0-დან 7 წლამდე ასაკის უფლებებს. ესე იგი, გამოდის დაახლოებით ასეთი რაღაც არის, სამი სტადია არის ადამიანში, ესე იგი საქართველოს მოქალაქე 0-დან 7-მდე, 7-დან 18-მდე და 18-დან სრულწლოვანი, ხო. ესე იგი, არასრულწლოვანი, ესე იგი, შეიძლება იყოს ქმედუნარიანი, ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანი, ხო. აი, რას ნიშნავს ეს, ანუ რა უფლებებში არის შეზღუდული, რა მოვალეობები აკისრიათ ამ დროს? ანუ 0-დან 7 წლამდე არასრულწლოვანი წარმოადგენს, როგორც მოგახსენეთ, ქმედუუნარო პირს, ანუ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად მისი ქმედუნარიანობა, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები მას არ გააჩნია, ხოლო 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი წარმოადგენს შეზღუდულ ქმედუნარიანს, რომელსაც განსხვავებით ქმედუუნაროსი გარკვეული უფლებები გააჩნია. მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ, სხვაობა რომ დავინახოთ რეალური, შესაძლებელია მაგალითად მოვიყვანოთ შრომის კანონთა კოდექსით განსაზღვრული უფლებები. ანუ 7-დან 18 წლის ასაკის ბავშვს არასრულწლოვანს აქვს გაცილებით მეტი შრომის უფლება და გარკვეულ კატეგორიის სამუშაოებზე შრომის უფლება, ხოლო 0-დან 7 წლამდე შეზღუდული აქვს აღნიშნული უფლება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად შეზღუდული უფლებაუნარიანობისა, ნებისმიერ გარიგებას, რომელიც შეზღუდული ქმედუნარიანი არასრულწლოვანი დადებს, ამისათვის საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ანუ კანონიერ წარმომადგენელში კი მოისაზრება როგორც დედა, მამა, ასევე მეუღლე მზრუნველი. ესე იგი, გამოდის, რომ 7-დან 18 წლამდე ეს ერთგვარი გამოძახილია ჩვენი წინა გადაცემისა, მოქალაქეებს შეუძლიათ გარკვეული სამუშაოების შესრულება, ანუ გარკვეულ სამუშაოებზე იმუშაონ. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ, 14 წლამდე ასაკის მოზარდთა მუშაობა შეიძლება სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ხოლო 14 წლის ზევით უკვე ესე იგი მათ კვლავ აქვთ მუშაობის უფლება, თუმცა შეზღუდულები არიან, არ შეუძლიათ იმუშაოთ გასართობ ბიზნესში, ცენტრებში, გასართობ ბიზნესში, სარეკლამო ბიზნესში, ასევე შეზღუდვა მძიმე და მავნე, ხო, ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოებზე. თუმცა ძალიან ხშირად პირადად მე მინახია, რომ ბავშვები მაგალითად ასრულებენ სხვადასხვა
სამუშაოებს ზუსტად კატეგორია არ მინახია, მაგრამ ზოგი მანქანების სახელოსნოში მუშაობს, მინახია სამშენებლო ბიზნესშიც დასაქმებული, ნუ აშკარად არასრულწლოვანი. ეს ალბათ უკვე დამსაქმებლის რაღაც გარკვეული პირადი პასუხისმგებლობის და პირადი ინიციატივა, რომელიც ალბათ კანონით გარკვეულ სანქცირებასაც ითვალისწინებს, თუ ჯვარი წერია რამე მოხდა ან რაღაცა მოხდა. კი, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვანის ისეთ სამუშაოზე დასაქმებას და ისეთ საქმიანობაში ჩართვას, რომელიც ასაკობრივად მას არ შეესაბამება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ასეთ ქმედებისათვის დამსაქმებელს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეხლა ყველა ბავშვს და დიდსაც ყავს მშობლები. თუმცა ყველას ჩვენ მშობლები გვიყვარს, ყველა ჩვენ მშობლებს ვაფასებთ, თუმცა აქ არავინ უმეტესობამ თქვათ არ იცის, თუ რა უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ მშობლებს. ანუ მშობელი მარტო ბიოლოგიური დედ-მამა არ უნდა იყოს და არ არის ესეთი, აქ თქოთ. აღნიშნულზე მოგახსენებთ, რომ კონკრეტულად მშობლის უფლებები და მოვალეობები კანონმდებლობით ზუსტად გაწერილი არ არის, თუმცა მშობლის ვალდებულება იზრუნოს და აღზარდოს ღირსეულ წევრად თავისი არასრულწლოვანი შვილი აცხოვროს უსაფრთხო გარემო პირობებში. ამავდროულად მშობლის უფლება თვითონ გადაწყვიტოს თუ რომელ სკოლაში ასწავლოს არასრულწლოვანს, რა ჩააცვას, რა აჭამოს, სადაც ცხოვროს. თუმცა ამავდროულად მშობელს ვალდებულება წარმოეშვება, როგორც მოგახსენეთ, განათლება შეიძლება მშობელმა აირჩიოს რომელ სკოლაში მისცეს ბავშვს, თუმცა ამავდროულად მშობლის ვალდებულებაა, რომ აუცილებლად უნდა მისცეს არასრულწლოვანს განათლების უფლება და შესაძლებლობა. ისეთი მომენტები რო არის, როცა მაგალითად ფინანსური სიდუხჭირის გამო სკოლაში ვერ ატარებს, ეს უფრო ვისი პასუხისმგებლობა არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოსი, რომ ეს ამ ოჯახს ფინანსურად უჭირს თუ ისევ მშობლების და მან რაღაც უნდა. როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მშობლის უფლებების დარღვევებზე, აქ შეფასებითია ის ნაწილი, თუ მშობელს შეუძლია და არასრულებს. ასეთ შემთხვევაში გვესახება უკვე მშობლის მხრიდან არასრულის უფლებების და ინტერესების დარღვევა. ხოლო თუ შეფასების შედეგად გამოიკვეთება ის, რომ მშობლის რესურსი არ არის იმხელა რამხელა ის საჭიროებას ბავშვს განისაზღვრება, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ მშობელი ამ უფლებას არ ღვევს, ან ბოროტად იღენებს მის მშობლის უფლებას. ანუ ამ შემთხვევაში უკვე უფრო სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, უკვე ჩაერიოს, რომ ბავშვმა მიიღოს სრულყოფილი განათლება, საშუალო. ესია, ხო? მშობელი გავიგეთ. ყველას ყავს მშობელი, თუმცა სამწუხაროდ, უმეტესობას ყავს მშობლები, სამწუხაროდ არის ისეთი კატეგორია არასრულწლოვნების, რომლებსაც ყავთ მეურვე ან მზრუნველი. რას ნიშნავს მეურვე და რას ნიშნავს მზრუნველი? მოგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების შესაძლებელია დაენიშნოთ კანონიერი წარმომადგენელი მეურვეს და მზრუნველის სახით. ანუ მეურვე ენიშნება არასრულწლოვანს, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლის ასაკს. ანუ 0-დან 7 წლამდე არასრულწლოვანს ენიშნება მეურვე, ხოლო 7-დან 18 წლის ასაკს ენიჭება მზრუნველი. ასევე აქვე აღნიშნოთ ის, რომ თუ სასამართლოს წესით სრული ქმედუნარიანი პირი აღიარებულია ქმედუნაროდ, ასეთ შემთხვევაში, როგორც წეგან მოგახსენეთ, მისი უფლებები უთანაბრდება 0-დან 7 წლის ასაკის უფლებებს, შესაბამისად ასეთ პირსაც ენიშნება მეურვე. ხოლო თუ სასამართლოს წესით პირი აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად და ვინაიდან იგი უთანაბრდება თავის უფლებებითა და მოვალეობებით 7-დან 18 წლის ასაკს, მასაც ასევე ენიშნება მზრუნველი. ხშირად არის ესეთი ძალიან დღევანდელ საქართველოში არის ესეთი მომენტები, როცა დედაც და მამაც, ორივე მშობელი მიდის საზღვარგარეთ, რათა იქ იმუშაოს და მატერიალურად უზრუნველყოს ოჯახის დანარჩენი წევრები, მათ შორის რა თქმა უნდა საკუთარი შვილები. შესაბამისად, ლოგიკურად შვილები რჩებიან აქ მარტონი დედ-მამის გარეშე. რა თქმა უნდა, რომელიმე ნათესავთან ცხოვრობენ, თქვა დეიდასთან, ბიძასთან, შეიძლება ბებიასთან და ბაბუასთანაც თქვა, ხო? აი, რამდენად არღვევს თავის მოვალეობებს მშობელი ამ დროს, თქვა, აქ უფრო ორი მომენტია, მატერიალური კეთილდღეობა თუ თქვა, ბავშვის სულიერი ტრავმა და მდგომარეობა. ან რამდენად არღვევს მშობელი თავის მოვალეობებს
და ამ შემთხვევაში ერევა თუ არა სახელმწიფო პირდაპირ იმპერატიულად თუ რამე აუცილებელი არის რაღაც ზარის განხორციელება, თქვათ, საზოგადოების მხრიდან ან მეზობლის მხრიდან თუნდაც. მოგახსენებთ, რომ მშობლის მხრიდან ბავშვების ნათესავთან დატოვება იმიზნით, რომ მშობლები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, ამ ქმედებაში კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, თუმცა რაჯობია არასრულწლოვანისთვის ესეც შეფასებითია და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროა და ჯობია იგი იზრდებოდეს ბიოლოგიურ ოჯახში, ანუ ბიოლოგიურ მშობლებთან. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ მატერიალური კუთხით აუცილებელი ხდება ბავშვის დატოვება და მშობლების საზღვარგარეთ გამგზავრება, ალბათ ამ კუთხით უნდა ვთქვათ, რომ მშობლების მხრიდან მათი უფლებები სწორად ხორციელდება, ვინაიდან მათი ქმედება საზღვარგარეთ გამგზავრება მიზნად ისახავს ისევ არასრულწლოვანის კეთილდღეობასა და პირობების მოწყობას. თუმცა ბავშვი მაინც დედმამის გარეშე იზრდება, რომელიც გაიზრდება, ბავშვი რო გაიზრდება, მის სულიერ სამყაროზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. მაინც ბავშვი უნდა იზრდებოდეს, სოციუმი ისეთი არის ოჯახი, ხო? შვილი, დედა, მამა, რომელიმე თუ აკლია, მერე ჯამში მერე უკვე ასაკში რო შედის, რაღაც შეიძლება კომპლექსები ქონდეს რა რაღაც, ანუ ეს მაინც არის, ხო? ეხლა კი კაია რომ სასურველი არის. ნაჭმი არის ბავშვი, ცხადია მაღაზიაზე მშვენიერი რა. აქ უნდა შეფასდეს რომელი ჯობია. თქვათ მშობლებთან ერთად იცხოვრო საქართველოში და შეჭირვებულ პირობებში, თუ მშობლის გარეშე და სხვა ყველა უფლება რეალიზებული იქნეს ბავშვის. ხო, ეს ძალიან ხშირი დილემა არის, თქვათ, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ცდილობენ მერე ბავშვის წაყვანას, ამ პირიქით, როცა ერთ-ერთი მშობელი ჩამოდის და რჩება ბავშვთან, რომ ასე მაინც შეუმსუბუქონ ბავშვს, ეს ვთქვათ, ეს მძიმე სიტუაცია, უდედმამობა. და აი, იმიტომ მოვაყოლე ეს, ამ შემთხვევაში, ანუ თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო არ ერევა თუ უდედმამოდ რო არის და ნათესავთა რო არის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ანუ მე ისი თქმა მინდა, იმპერატორ საერთოდ მეურვეს, ხო, ვთქვათ, ან მზრუნველს რა ორგანო ნიშნავს? თავისი რა ორგანო ნიშნავს და ეს ორგანიზაცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს სასამართლოს მითითებით თუ როგორ არის? ანუ მოგახსენებთ, რომ მეურვეობასა და მზრუნველობას ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. თუმცა მეურვეობის ან მზრუნველის დანიშნვისათვის საჭირო არსებობდეს გარკვეული კანონით განსაზღვრული წინაპირობები. მაგალითად, არასრულწლოვანზე მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესებისათვის აუცილებელია სახეზე გქონდეს არასრულწლოვანის მშობლებისათვის სასამართლოს წესით მშობლის უფლების ჩამორთმევა, მშობლის უფლების შეზღუდვა, მშობლების უგზო-უკლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, ან ქმედუნაროდ აღიარება. ასეთ შემთხვევაში უკვე წარმოიშობა არასრულწლოვანზე კანონიერი წარმოადგენლის მეურვლის და მზრუნველის სახით დანიშნა არასრულწლოვანის ქონებრივი და უფლებების დაცვისა და რეალიზების მიზნით. ესე იგი, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მაშინ მე შემდეგ შეკითხვას დაგისვათ, მშობლების უფლებების ჩამორთმევა როდის ხდება და რატომ? და შესაბამისად პირიქით, ესე იგი, შეუძლია თუ არა უფლება ჩამორთმეულ მშობელს ეს უფლებები დაიბრუნოს და როგორ უნდა დაიბრუნოს და რა უნდა დაუმტკიცოს შვილს ან საზოგადოებას, რომ იგი კაი მშობელი იქნება, ღირსეული მშობელი იქნება მე ისევე. მოგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევა ეს არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანის ინტერესების დარღვევა გვაქვს მაქსიმალური ფარგლებით. ხოლო მშობლის უფლების ჩამორთმევას ახორციელებს სასამართლო და იმისათვის, რომ მშობელს ჩამოერთვას მშობლის უფლება, სახეზე უნდა გქონდეს მშობლის მხრიდან უფლებების არაჯეროვანი შესრულება, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება, არასრულწლოვანს უნდა ექცეოდეს სუდად და მისი ქმედებით ზიანს უნდა აყენებდეს არასრულწლოვნის ინტერესებს და მისი ქმედება შეიძლება იყოს ქრონიკული ალკოჰოლიკობა, ნარკომანობა, ან ამორალური ქმედებით ზეგავლენა უნდა გქონდეს არასრულწლოვანზე ცუდი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ მშობლის წინააღმდეგ გამოიტანოს მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება.
ხოლო რაც შეეხება მშობლის უფლების აღდგენას, ლოგიკურიც არის, რომ კვლავ ახორციელებს სასამართლო ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე და აღნიშნული მშობლის ჩამორთმეული უფლების აღდგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის წინა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედო მშობლის უფლების ჩამორთმევას. ანუ თუ აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც მანამდე იყო, შესაძლებელია მშობელს აღუდგეს ამას ვინ აკონტროლებს და ვინ უყურებს? ანუ სასამართლოს ვინ აწვდის ამით ხა მშობელმაც შეიძლება მიაწოდოს ეს ინფორმაცია და ვიღაცამ მაინც უნდა დაადასტუროს. ძირითადად კანონმდებლობა ამბობს ესეთ რამეს, რომ აღნიშნულ საოჯახო საქმეებს, რომელიც განსაკუთრებით შეეხება მშობლის უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას, აუცილებლად რთავს მესამე პირად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ანუ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ჩართვის როლი ზუსტად ის არის, რომ თავის სპეციალისტებით, სოციალური მუშაკის მეშვეობით დაადგინოს ზუსტად საჭიროა თუ არა, ემსახურება თუ არა არასწორს ინტერესებს მშობლის უფლების ჩამორთმევა და არსებობს თუ არა ის ყველა წინაპირობა, რომელიც აუცილებლად დაცული და გაზიარებული უნდა იქნეს მშობლის უფლების ჩამორთმევის დროს. ამავდროულად მშობლის უფლების აღდგენის დროსაც იგივე ორგანო, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ადგენს და ადასტურებს აღმოიფხვრა თუ არა ის მიზეზები, რა მიზეზებითაც განხორციელდა მშობლის უფლების ჩამორთმევა. ესეთი საინტერესო შეკითხვა მაქვს ჩემის აზრით. როცა არასრულწლოვანი რაიმეს დააშავებს. ჯერ სისხლის სამართლის კუთხით არ გეკითხებით. უფრო სამოქალაქო ადმინისტრაციული დარღვევა რო არის. აი ვინ აგებს ამაზე პასუხს, როგორ აგებს ამაზე პასუხს და არასრულწლოვანის წილი ამ პასუხისგებაში რამხელაა და როგორი არის? ანუ დავკონკრეტდები და ალბათ გულისხმობთ არასრულწლოვანის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტზე პასუხისმგებლობა რა სახით ეკისრება, როდიდან ეკისრება და ვინ აგებს პასუხს. რამოდენიმე თვის უკან იყო ეს ცნობილი სატელეფონო ხულიდნობა ზარები, რომ ვითომ ესა თუ ის შენობა არის დანაღმული, როცა პოლიციამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ ეს ზარები იყო განხორციელებული არასრულწლოვანი მოქალაქეების მიერ, ბავშვების მიერ. ანუ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება მარტოდენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ვერ განიხილება და შეიძლება შეიცავდეს სისხლსამართლებრივი კუთხით განსაზღვრულ დანაშაულს, თუმცა არასრულწლოვანის მხრიდან ჩადენილი ქმედება, რომელიც მესამე პირს ზიანს აყენებს, ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლები აგებენ პასუხს, ოღონდ 10 წლამდე ყველა შემთხვევაში არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი აგებს პასუხს, ხოლმე 10 წლიდან არასრულწლოვანთან ერთად მისი კანონიერი წარმომადგენლები. ესე იგი, მშობლებმა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილი რამეს თუ გააფუჭებს, ესე იგი, ფინანსური პასუხისმგებლობა აუცილებლად დაგვეკისრება და ამაზე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენ ისე იგი ვალდებული ვართ, რომ ჩვენ შვილების ინფორმაცია ისე მივაწოდოთ, რომ ესეთი გარკვეული ქმედებები და საქციელები არ შეიძლება რომ ჩაიდინონ, რა თქმა უნდა. აუცილებლად. ეხლა იგივე მინდა ვთქვა, ცოტა ვთქვათ, ესეთი მომენტი არის, თუნდაც იგივე ეს ბავშვები, რომელნიც ეს არასრულწლოვანები, რომლებიც დედმამის გარეშე არიან, დარჩენილები, რომელნიც საზოგადოებრივ მუშაობენ და აქ ნათესავებთან იზრდებიან, ხშირად მოკლებულნი არიან იმ დედმამობრივ ზრუნვას, რაც ვთქვათ, მათი თანატოლები და ხშირი არის შემთხვევები, როცა მათ და უნებურად, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად უმეტეს შემთხვევაში ისინი ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს. აი ამ შემთხვევაში რას გვეუბნება კანონმდებლობა არასრულწლოვანებთან მიმართებაში, ესე იგი, როგორ რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, იქვე გთხოვთ მიპასუხოთ, აი როგორ ხდება ამ არასრულწლოვანის დაკავება, დაკითხვა რა ხდება ამ დროს? ანუ პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ არასრულწლოვანზე სისხლსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება 14 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანის დაკავებას, დამკავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ამ ფაქტის შესახებ აცნობს მის კანონიერ წარმომადგენლებს, ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანის დაკითხვას, საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკურია, თუ ხორციელდება
14 წელს მიღწეული არასრულობის დაკითხვას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. ხოლო თუ საქმე ეხება 14 წელს ქვევით არასრულობის დაკითხვას, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ასეთი პირის დაკითხვას უნდა ესწრებოდეს ფსიქოლოგი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც საუბრობს, ანუ არასრულობის მიერ ჩადენილ დანაშაულში გამომძიებელი პროკურორი და მოსამართლე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ დანაშაულის გამოძიებაში, აუცილებელია გადამზადებული იყოს და ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, ანუ არასრულთა მუშაობის სპეციფიკას. ანუ ეხლა როგორ რაღაცა არის, იცით, ბავშვმა არასრულოვანმა ჩაიდინა დანაშაული. ის მას რამდენადაც მე ვიცი, სისხლის სამართლის დანაშაულის დროს ისე არ ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც სრულწლოვანს, ხო? სწორად ვიცი, ხა მე მაინდა-მაინც არ გეკითხებით და ვთქვათ, იმას არ მინდა რამდენი წელი და როგორ, მაგრამ იქ გარკვეული განახევრებული ვადები არის, რამდენადაც მე სწორად მახსოვს. თვითონ თემა არასრულწლოვნის ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება და იგივე ოდენობით და ხარისხით არ ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც მაგალითად სრულწლოვან პირს. და არის სახელმწიფოში ისეთი გარდა არასრულწლოვანთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებების არის ხო ეს არასრულწლოვანთა კოლონიები. გარდა ამისა არის თქვათ რამე ისეთი დაწესებულებები, რომელნიც მუშაობენ იმაზე, რომ თვითონ უშუალოდ არასრულწლოვანი გზას არ აცდეს, ან უკვე გზა აცდენილი თქვათ სამოქალაქო საზოგადოებას დაუბრუნდეს. სახელმწიფოს მხრიდან პროგრამები ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები არ არსებობს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არსებობს სარეაბილიტაციო ორგანიზაციები, სადაც ზუსტად ასე ვთქვათ, რთული ქცევის მახასიათებელი ბავშვებზე ზრუნავენ, მუშაობენ მათი რეაბილიტაციისათვის. ხო არ იცით ეს შედეგები როგორია? ანუ რამე ხო არ არსებობს, რამე სტატისტიკა შემთხვევით? სტატისტიკას ზუსტად ვერ ვცნობ, თუმცა ჩემ პრაქტიკაში ხშირად შევხვედრი ვარ ესეთ ფაქტებს და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აუცილებელი ყოფილა ასეთი ორგანიზაციების არსებობა, რათა კარგად ხორციელდება ამ ორგანიზაციების მეშვეობით ბავშვების რეაბილიტირება. კიდე ერთი ისეთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხდება, რომელიც ყოველთვის ძალიან ხშირ შემთხვევაში არის პრობლემური. ეს არის როცა ხდება მშობელთა განქორწინება. ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში, ახლა მე ვიცი მიზეზი, მაგრამ მინდა რომ თქვენ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს, უმეტეს შემთხვევაში მოსამართლე ბავშვს არასრულწლოვანს ტოვებს დედასთან. რატო მაინდა-მაინც დედასთან და არა მამასთან? ეს მამაკაცები ვართ და ახლა გულში მოსახვედრი თემაა. ასეთი კუთხით ავთქვით, რატო მაინდა-მაინც დედასთან და არა მამასთან? ჯერ ეს თემა გავაკეთოთ, მე გავაგრძელებ. კანონის მიხედვით, კანონში გაწერილი არ არის განქორწინების შემთხვევაში თუ რომელი შვილი, რომელ მშობელთან უნდა იქნეს დარჩენილი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვების საცხოვრებელი ადგილზე გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები ურთიერთშეთანხმების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს აუცილებლად მიღებული ბავშვის ასაკი, მისი საჭიროება და მშობლების შესაძლებლობა აი ეს საჭიროება არასრულწლოვნის სადუფრო დაკმაყოფილებული იქნება. ის თემა მართლაც პრობლემური თემაა, რომ პრაქტიკაში დედას უპირატესობა ეძლევა, თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ ხშირად გვაქვს უფრო მცირეწლოვან ბავშვებთან შეხება და ასაკობრივად დედის როლი მცირეწლოვან ბავშვში უფრო დიდია. აი მაგალითად შემიძლია მოვიყვანო თუ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ბუნებრივი კვებით იკვებება, არ შეიძლება ის მივაკუთვნოთ მამას, ვინაიდან მთელი რიგი საჭიროებებია დედის მხრიდან. აი ასეთი გარემოებების გათვალისწინებით დედის როლი ბავშვის აღზრდაში უფრო მეტია და შესაბამისად ხორციელდება დედასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. თუმცა ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მამებთან განისაზღვრება მათი საცხოვრებელი ადგილებიც.
და ესეთი შემთხვევებიც არის და რამდენად მისაღები არის ეს, როცა განქორწინების შემთხვევაში ჩვენ ალბათ განქორწინებებზე ზოგადად და ოჯახურ ასე დავებზე ცალკე გადაცემას გავაკეთეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ არასრულწლოვნებზია საუბარი. ესეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ერთი დედმამიშვილი, ანუ ერთი დედმამიშვილებიდან ერთი მამასთან დარჩენილა, ერთი დედასთან. ეს რამდენად მისაღები და რამდენად სწორი არის, თქვა, თვითონ ბავშვებისთვის. ანუ ზოგადი კუთხით თუ ვისაუბრებთ, დედმამიშვილების დაშორება არავითარ შემთხვევაში არ არის მათი ნების დაცვა და მათი უფლებების რეალიზება, ამიტომ ხშირად გვაქვს ხოლმე აღნიშნული საკითხები პრაქტიკაში და მე ვცდილობ ჩემს მარწმუნებლებს საზოგადოებას მიუთითო და მოვთხოვო იმ ფაქტის შესახებ, რომ დედმამიშვილების დაშორება არავითარ შემთხვევაში არ განახორციელონ. თუმცა ხშირად გააჩნია დავას, ყველა ასეთი დავა ინდივიდუალურია და აქაც შეფასების საგანია ძალიან დიდი, ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ გავიზიაროთ ყველა დეტალი, ბავშვის საჭიროება და იმის და მიხედვით გადავწყვიტოთ თუ რომელ ბავშვმა, რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს. შესაძლებელია პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა დედმამიშვილები ცალ-ცალკე მშობლებთან დარჩენილან. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ 10 წელზე მიღწეულ ბავშვს ეკითხებიან აზრს და თავად სასამართლოც იზიარებს მის აზრს, თუმცა ეს სალსახად რომ 10 წელს მიაღწია მან და მისი აზრი გაზიარებული უნდა იქნეს, არ უნდა გავიგოთ ერთმნიშვნელოვნად. არასრულწლოვანი იმიტომ არის და სრულწლოვნები იმიტომ ვართ, რომ მისი ნება შედეგობრივად არ უნდა იზიარებდეს მისი უფლებებისა და საჭიროებების საწინააღმდეგო ქმედებას. ანუ ისე იგი ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს, თქვა. თუმცა ბავშვმა შეიძლება ხშირად ცვალოს ეს თავისი აზრი, ხან უნდოდეს, ხან აქ უნდოდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ კანონმდებლობამ კარგად მოიცვა, როცა ასეთ დავებში სავალდებულო მონაწილეობის ხასიათით ჩართო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ვინაიდან აღნიშნული ორგანო ზუსტად ამ კვლევებს ატარებს და ამ კვლევების შედეგებს აცნობს სასამართლოს. მე ახლა ცოტა ისე ცალსახად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რატომღაც ეგ მამების ხარეს გამოდივარ თითქოს. ხშირად დედებთან რაღა ირჩებიან და ერთმანეთზე ცოლ-ქმარი, ასე ვთქვათ, ყოფილი ცოლ-ქმარი არის გაბუტული, ბოროტად იყენებს დედა თავის უფლებებს და მამას არაჩვენებს შვილს, ან მის წინააღმდეგ განაწყობს. რამდენად არის აქ არასრულწლოვანი ეს შვილი, მის ამ ბავშვის უფლებები და მამის უფლებები რო დაიჩაგრა და მოვალეობები ეს ცხადია. თუ აქ იგულისხმება მამა ნორმალური და საზოგადოების ნორმალური წევრი უნდა იყოს ახლა. რა არის იცით, ხშირია ესეთი შემთხვევები, როცა დედები ამით აპელირებენ, ბავშვებზე ზეგავლენას ახდენენ და მამას არაჩვენებენ. მინდა ვისარგებლო ეთერი და მოუწოდო საზოგადოებას, რომ ასეთ რამეს ნუ ჩაიდებენ არასრულწლოვნების მიმართ. ბატონო ლევან, ბოდიში ზარი გვაქვს ეთერში, ჩვენი მოსაზრებები მე დიახ გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ერთი რაღაც მაინტერესებს თუ შეიძლება, აი მაგალითად მშობლები, როდესაც არიან განქორწინებულები. ის არის არასრულწლოვანი. და ერთ-ერთ მშობელს, ნუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში დედას, სურს საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანა დასასვენებლად. სამუდამოდ არა. მამა უარზია. ვერ ვაგვარებთ ესეთ სიტუაციას და როგორ უნდა მოვიქცეთ? ანუ გავცემ თქვენის ნებართვით პასუხს. თუ მშობელთა შეუთანხმებლობა მოცემულ შემთხვევაში საქმე უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში განსახილველად, თუმცა ანუ სასამართლოს წესით შესაძლებელია მამის უარის და მიუხედავად მოიპოვონ უფლება ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისას, თუმცა ასეთი დავის განხილვისათვის აუცილებელია დადგენილი იქნეს ბავშვის გამგზავრების საჭიროება, ანუ რამდენად ბავშვის ინტერესს ემსახურება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა და რამდენად ჯობია მაგალითად ბიოლოგიურ მამასთან განშორება და მისი საზღვარგარეთ ყოფნა. თუ დადასტურდება სასამართლო წარმოების ფარგლებში, რომ
ეს ბავშვის ინტერესებს ემსახურება მაგალითად ღმერთმა დაიფაროს ყველა არასრულოვანი თუ მისი ჯანმრთელობის კუთხით აუცილებელია სხვა ქვეყანაში მისი გაყვანა ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ ცალსახად აღნიშნული უფლება სასამართლოს წესით რეალიზებული იქნება და მოიპოვებს ხოლო თუ მაგალითად დედას სურს რომ ბავშვი წაიყვანოს სიტყვაზე 2 წლის ბავშვი წაიყვანოს თურქეთში ანტალიაში დასასვენებლად ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჭირდეს ამ უფლების მოპოვება ვინაიდან ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია მამასთან ერთად საქართველოს კურორტებზე დაისვენოს ვიდრე მამის გარეშე ანუ ბიოლოგიურ მშობელთან შეწყვიტოს კონტაქტი და საზღვარგარეთ წავიდეს დასასვენებლად. ახლა ბავშვი 2 წლის ბავშვი დიდად ვერ გაიგებს ახლა ანტალიაში ისვენებს თუ ბორჯომში. ესეც შეფასების საგანია, თუმცა სასამართლოს წესით აღნიშნული უფლების მოპოვება შეიძლება. კანონმდებლობა ყოველ შემთხვევაში უშვებს. და შესაბამისად აი კიდე ზარი არის გისმენთ ისა იცი რა გითხრათ ეხლა გაყრილები არიან ცოლი და ქმარი ცოლი წავიდა საზღვარგარეთ და დაეკისრა იმას ალიმენტი და ის არ უხდის არანაირად უნდა მოვიქცეთ ანუ მოგახსენებთ რომ სასამართლოს წესით დაკისრებულ ალიმენტზე ანუ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უნდა მოითხოვოთ გამხილველი სასამართლოდან კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საახსულეო ფურცელი რომელიც იძულებითი აღსრულების მიზნით უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღმასრულებლები იძულების წესით გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად იძულებით განახორციელებენ დაკისრებული ალიმენტის გადახდევინებას. იმ მამას იპოვია ნიქა საზოგადოებრივ? რა არის ესე თუ მამის ქონებას მიაქცევი? თუ მამას გააჩნია რაიმე უძრავი ქონება საქართველოში და დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდება აღნიშნული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზება. ხოლო თუ მამა იმყოფება სახელშეკრულებულ სახელმწიფოში, შესაძლებელია ჩვენი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით გადაიგზავნოს აღნიშნული საქმე იმ უცხო სახელმწიფოში იძულებითი აღსასრულებლად. საბჭოთა პერიოდში ხა მე მაშინ ბავშვი ვიყავი, საბჭოთა პერიოდში პოლიცია, მაშინდელი მილიცია ეძებდა ალიმენტის არ გადამხდელებს. არა, დღეს არის ეგეთი რამე. ეს ფუნქცია გადაეცა სრულიად აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღმასრულებლის მეშვეობით ხორციელდება მსგავსი ანუ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება. არა, ალიმენტის, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის გადაუხდელობაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ამ დროს უნდა დადგენილი იქნეს, რომ მამას აქვს შესაძლებლობა და განზრახ არ იხდის ალიმენტს, ანუ ნაწილობრივ უბრუნდებით გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობის ფაქტს. აი ესე ისევე ამ არასრულწლოვანებთან დაკავშირებით და ზუსტად ამ ალიმენტთან დაკავშირებით, თუმცა სანამ ამ შეკითხვას დავსვავდე მე ტელემაყურებლებს შევახსენებ ჩვენს ნომერს სტუდიაში 25 44 00 ძალიან საინტერესო კითხვები წამოვიდა, როგორც ჩანს, ალბათ ჩვენი მომდევნო ან უახლოესი გადაცემა ალბათ უკვე ოჯახურ ურთიერთობებზე და განქორწინებებზე იქნება. თუმცა მე მაინც მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ, ისევე ამ განქორწინებასთან და ალიმენტთან დაკავშირებით, ოღონდ რომელიც დაკავშირებული არის არასრულწლოვანთან. ხშირად ალიმენტის გადაუხდელობას ასაბუთებენ იმით მამაკაცები, მამები რომ თქვათ მე ამ ფულს რო ვიხდი არა ვარ დარწმუნებული ეს ფული ჩემშვის ხმარდება თუ არა ანუ იმათ გონიათ რომ ფულს უხდიან არა ოჯახს არა შვილს არამედ კონკრეტულად დედას რომელთანაც ნაჩუბარია როგორ გითხრათ ასე ძალიან ცუდია აღნიშნული და მსგავსი მოსაზრებით და დამოკიდებულებით თუ ეკიდება მოქალაქე დაკისრებული ალიმენტის გადახდას, ვინაიდან მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ მასზე დაკისრებული ალიმენტი შეიძლება სიტყვაზე ფასილარის ოდენობით, შეიძლება ზუსტად იმ ასილარით გარკვეული რაღაცის შეძენა განხორციელდეს, თუმცა მთელი თვის განმავლობაში დედა მასზე ზრუნავს და ხარჯავს გარკვეულ თანხებს. ბატონო ლევან, ზარი არის ეთერში? დიახ, უსმენ. დიახ, გისმენთ? გისმენთ. ჩვენ გვესმის თქვენ იქ ალბატონო? აბა არ მაწუდება ტელეფონი. გისმენთ. მოინტერესებს. ალიმენტი მაქვს დანიშნული. დიახ.
და აღსრულებელთან არის გადაცემული. და თვითონ პიროვნება ვინც უნდა გადაიხადოს, ანუ ბავშვის მამა არის ქვეყნიდან წასული. და ამ შემთხვევაში აი რა შეიძლება გავაკეთო? აი ეს კითხვა მაინტერესებს. მადლობა. ალბათ იგივე კითხვა. ანუ მსგავსი კითხვაა წინა კითხვასთან მიმართებაში. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა დადგეს და დაზუსტდეს სად იმყოფება ალიმენტის გადახდის ვალდებული პირი და თუ დაზუსტდება მისი ზუსტი ადგილსამყოფელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ და მოგახსენეთ და ის სახელმწიფო, სადაც იმყოფება პირი, წარმოადგენს საერთაშორისო ხელშემკრებელ ქვეყანას, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შესაძლებელია საქმე იძულებით აღსასრულებლად გადაიცეს იმ სახელმწიფოს, სადაც იმყოფება მოვალე მხარე. და იმას იკიპოვიან. დიახ, ხოლო ანუ უნდა ვიცოდეთ ზუსტი ადგილსამყოფელი. ქვეყანა მაინც. თუ უცნობია და დასტურდება საზღვრის კვეთა და უცნობია სად იმყოფება ამჟამად, სამწუხაროდ აღსრულების შესახებ საქართველოს კანონი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს სახსრულების წარმოების შეჩერებას მოვალე მხარის მოძიებამდე. სანამ არ იპოვიან. დიახ. რამოდენიმე ის ქონდა ჩვენ ესეთი პრეტენზია როგორ დედები ითხოვდნენ ამ ფულის ამოღებას იქ ყოფილი მეუღლის ძმისგან, მამისგან. ეხლა სამართლებრივად ესეთი რამე შეუძლებელია. სამართლებრივად თუ ამბობ, ხო? სამართლებრივად მამის ვალზე პასუხს ვერ აგებს ოჯახის მესამე სხვა წევრი და ნათესავი. პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა, დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. თქვენი ზარებიდან ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა უკვე ადგილზევე, რომ ჩვენი შემდეგი გადაცემა აქვე გეუბნებით, რომ აუცილებლად იქნება განქორწინებებზე და ალიმენტებზე, ამიტომ იყავით მზად, დაგველოდეთ მომდევნო 4 შაბათამდე, საღამოს 10:30-ზე კვლავ გამოვალთ ეთერში და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ უკვე ოჯახურ დავებზე და ალიმენტებზე. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. აირჩიე ნაბეღლავი, გილოცავ, შენ გააკეთე სწორი არჩევანი.